შენგენის შეთანხმებით დაგეგმილი ახალი პირადობის მოწმობის შემოღებამ, რომელიც შტრიხ-კოდის სისტემას შეიცავს, რომლის საფუძველშიც მხეცის რიცხვია ჩადებული საბერძნეთის ეკლესიის, წმინდა ათონის მთის, ბერძენი მოქალაქეების უმრავლესობის მხრიდან პროტესტის ქარიშხალი გამოიწვია. მამა პაისის გარდაცვალების შემდეგ ელადის ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო განჩინება, სადაც აღნიშნულია, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის მიუღებელია დოკუმენტები ანტიქრისტეს ნიშნით. პრობლემის განხილვისას ღვთივგანსვენებული ბერის აზრი იერარქების, სამღვდელოებისა და ელადის ეკლესიის ერისკაცებისათვის ერთ-ერთი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ქრისტეს მიერნო დანო და ძმანო, გამოვხიზლდეთ, გავიღვიძოთ ჰიპნოზური ძილისგან, რომელიც ბნერეთის ძალთა მიერ არის თავს მოხვეული. დღეისთვის უკვე ცხადია, რომ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები გამონაკლისის გარეშე, ანტიმართლმადიდებლურ და ანტინაციონალურ ძალთა ხელშია მოქცეული. ხურვალედ ვევედროთ უფალს, რათა მოგცეს ძალა და გონიერება, რომ წინ აღუდგეთ ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი ისეთი საბუთის გავრცელებას, რომელიც ხილულად თუ ხილავად შეიცავს აპოკალიფსური მხეცის ნიშანს. დროის ათვლა უკვე მიმდინარეობს, თვეებითა და დღეებით. დღითი დღე შემაძრწუნებელ მდუმარებაში ზაკრული მოხიბლვის საშუალებით გვაიძულებენ მივიღოთ ეს საბუთები. და თუ ახლა მივიღებთ მათ, საეჭვოა რომ მომავალში შევძლოთ წინ აღუდგეთ 3-6-იანის მიღებას შუბლზე ან ხელზე. ამ გეგმას ხომ უკვე ახორციელებენ ევროპასა და ამერიკაში. უკრაინის მთავრობამ ევროსაბჭოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მითითებით პრაქტიკულად უკვე დაასრულა ქვეყანაში მოსამზადებელი ეტაპი რიცხვი 666-ით აღბეჭდილი ყველა სახის დოკუმენტის შემოღებისთვის. რუსეთის მთავრობაც სერიოზულად მუშაობს ამ საკითხზე. მიუხედავად არაერთი საპროტესტო მცდელობისა, რუსულ პასპორტებში არა თუ უხილავად, არამედ ხილულადაც გამოსახულია რიცხვი 666. დღეს თუ ხვალ ფული აღარ იქნება მიმოქცევაში და მას შეცვლის მიკროჩიპიანი ელექტრონული ბარათი, რომელსაც მომხმარებელი წარადგენს ანგარიშწორებისას. ამ ბარათებში ჩაწერილი იქნება მისი ხელფასი და ყველა შემოსავალი. და აი მაშინ ჩვენი მოქალაქეები უკვე ვერაფერს ვერც იყიდიან და ვერც გაყიდიან ამ ბარათების გარეშე. და ეს მოხდება ანტიქრისტეს ბეჭდის შუბლზე ან მარჯვენა ხელზე მიღებამდეც კი. ეს არის კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას, მაღალტექნოლოგიური პასპორტი დაცული არის აბსოლუტურად ყველა იმ მაქსიმალური დამცავი ნიშნებით, რაც კი არსებობს მსოფლიოში. ამაზე მაღალი სტანდარტის პასპორტი მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ აქვს და რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს არის გამარტივებული სავიზო რეჟიმით სარგებლობის საშუალება და ეს არის საქართველოსთვის ევროპულ ოჯახის სრულუფლებიანი წევრის გახდომის ასე ვთქვათ შესაძლებლობა. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს როგორც ყველა მოქალაქე, ისე გავია პროცედურა ბიომეტრიული პასპორტის აღებისა და მივიღე ჩემი ბიომეტრიული პასპორტი. დღეს უკვე საქართველოს მზად არის ყველანაირად იმისათვის, რომ ევროკავშირთან ვიზები გამარტივდეს. ერთ კონკრეტულ ბარათს
რომელიც ერთის მხრივ არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შეუძლია მოიცვას და შეითავსოს ყველა სხვა დანარჩენი ბარათების ფუნქცია, რომელიც ჩვენ საფულეშია. ზოგჯერ ეს არის 5, ზოგჯერ 10 და ზოგჯერ მეტი. ამ ბარათის კიდევ ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი გამოყენებით მოქალაქეს სხვადასხვა ტიპისათვის დანიშნულების საბუთის მოპოვება დისტანციურად შეეძლება. ამ ბარათის საშუალებით შესაძლებელი იქნება განხორციელდეს ელექტრონულად შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერა, რაც ამ დოკუმენტს მისცემს ისეთივე იურიდიულ ძალას, როგორც ჩვეულებრივ ქაღალდზე დაბეჭდილ და ხელმოწერილ დოკუმენტს. ჩვენ დავიწყეთ ბიომეტრიული პასპორტების გაცემა. ჩვენ ონლაინში დავაკავშირეთ მთელი საქართველოს და ყველა ტერიტორიული სამსახური. ჩვენ დავაჩქარეთ სერვისის მიწოდება მოქალაქეებისთვის. ჩვენ წარმოვადგენთ ამ შეხვედრაზე ახალ პროექტებს, რომლის განხორციელებასაც გვექონთ 2011 წლის განმავლობაში. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ეს არის ელექტრონული ბარათების დანერგვა, რომელიც გაცემაც დაიწყება ივნისის თვეში, ზაფხულის პერიოდში. ამ ეშმაკისეულ დოკუმენტებს მყარად დაამკვიდრებენ ჩვენ ცხოვრებაში და მაშინ ამავე იქნება ყოველგვარი პროტესტი, რადგან გამოვა, რომ ადამიანი უმხედრდება იმას, რაც წარმოადგენს სახელმწიფოს ეკონომიკისა და ფინანსების საფუძველს. დაურჩთა წინააღმდეგ მთელი ძალით აამოქმედებენ სადამსჯელო აპარატს, რომელსაც წარმართავს და გააკონტროლებს მსოფლიო მთავრობა. ამიტომაც პროტესტის გამოთქმა საჭიროა სწორედ დღეს. ბერძენი ხალხის არაერთი საპროტესტო გამოსვლის შემდეგ ელადის ეკლესიის სინოდი იძულებული გახდა სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ დონეზე განეხილა ეს საკითხი და შესაბამისი ინსტანციისათვის მიემართა მოთხოვნით. პირადობის მოწმობებში რიცხვი 666 შეეცვალათ ნებისმიერი სხვა რიცხვით, რაზედაც ხელისუფლებისგან სასტიკი უარი მიიღო, რის შემდეგაც წმინდა სინოდმა კატეგორიულად აუკრძალა მორწმუნეებს ამგვარი საბუთების მიღება. ათონის წმინდა მთის 20-მდე სავანის იღუმენებმა 1997 წლის ზაფხულში მიიღეს დადგენილება. არ შეეწყნარებინათ არც ერთი 666 რიცხვიანი დოკუმენტი. წარსულისა თუ აწმყოს მრავალი ღვთივგამბრძნობილი მამა გვაფრთხილებს, რომ ამ დოკუმენტების მიღება დაუშვებელია. მას აღვიმაღლოთ ხმა, დანო და ძმანო, რათა შევაჩეროთ ჩვენზეთ მოწევნადი სატანური ურჯულოება, რომელსაც ძალუძს ქრისტეს უარყოფისა და წარწმედისაგან წაიყვანოს მთლიერი. მსოფლიო მთავრობა აშკარად ებრძვის ჩვენს ქრისტიანულ სარწმუნოებას. ყოველ წუთს გვახსენებს ადამიანთა უფლებების შესახებ და იქვე თავხედურად ცდილობს ქრისტიანული სინდისისთვის მისაღები გახადოს ჩვენთვის მიუღებელი რიცხვი 666. ჩვენ კი გვძინავს. ევროკავშირის მოთხოვნის თანახმად საქართველოში უკვე წარმატებით მიმდინარეობს საპასპორტო რეფორმა და ძველი პირადობის დამადასტურებელი საბუთების ჩანაცვლება ხდება ჩიპიანი ბიომეტრიული პასპორტებით და პირადობის მოწმობებით, სადაც სატანის რიცხვ 666-თან ერთად მისი მფლობელის შესახებ სრული ინფორმაციაა ჩადებული. თავს ნუ მოვიტყვილებთ და ნუ ვიფიქრებთ იმას, რომ მივიღებ ამ დოკუმენტებს 3-6-იანით და ღვთის წინაშე თავს რაიმეთი გავიმართლებთ. ამაო თვითდამშვიდებას მისცემია ის, ვინც თვლის, რომ დოკუმენტები 3-6-იანით ჯერ კიდევ არ არის ნიშანი შუბლზე ან ხელზე და შეიძლება ამ დოკუმენტების მიღება ანტიქრისტეს ბეჭდით დაბეჭდვამდე. იფიქრეთ, დანო და ძმანო. ბარათი რიცხვით 666 ხომ მოსამზადებელი ეტაპია ანტიქრისტეს ბეჭდისათვის და ასეთ დოკუმენტებს დღეს თუ მივიღებთ, ხვალ ბეჭდის დასმას დაიწყებენ. ამიტომაც კატეგორიულად უარყოთ ასეთი საბუთები და მსგავსი დამღები, ბარათები, პირადობის მოწმობები, რათა დავრჩეთ წმინდა ნათლისღებისას ქრისტესადმი მიცემული აღთქმის ერთგულები. იოანეს გამოცხადებაში უფალი გვეუბნება: იქმენ მორწმუნე, ვიდრე სიკვდილამდე და მოგცე შენ გვირგვინი იგი ცხოვრებისაი. ხოლო ვისაც აქვს აღებული ამგვარი საბუთები, მათ ვეტყვით, რომ წმინდა წერილი ბრძანებს. ჰქმენით ნაყოფი ღირსი სინანულისა, ანუ აუცილებლად მოინანიოთ ღვთის წინაშე და ვთქვათ უარი მასზე. დანო და ძმანო, უფლიდან გვეუწყა, რომ მეორედ მოსვლის ჟამს ერი იგი საზეპურო უნდა გაბწყინდეს. გვჯეროდეს, რომ ლოცვისა და ძალისხმევის შედეგად უფალი სასიკეთოდ შემოატრიალებს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას. ამისათვის ერთ-ერთ მორწმუნეს ეუწყა. მე რომ აღვასრულო, თქვენ უნდა მევედროთ. მას ვითხოვოთ და მოგვეცემა. დავაკაკუნოთ და განგვეღება.